ბარათი, რომელიც ბათუმში ჩამოსულ ვიზიტორს სრულ კომფორტში ეუქმნის, ტურიზმის დეპარტამენტი ახალ პროდუქტზე მუშაობს. საკურორტო სეზონისთვის ბათუმი ქარდის სახელწოდებით პლასტიკური ბარათი ყველა ჩამოსული ტურისტისთვის ხელმისაწვდომი იქნება. რა ტიპის სერვის შესთავაზებს სიახლე მომხმარებელს ხათუნა შუშიანიძე არკვევდა. ხათუნა, მოგესალმებით, დაგისმენთ. დიაგნათია, ეს იქნება ტურისტებისთვის საინტერესო ადგილების მუზეუმი თუ სხვა შემეცნებით გასართობი ადგილების უფასოდ მონახულება. გარდა ამისა, განსაკუთრებული ფასდაკლება სასტუმროებსა თუ სხვადასხვა საზღვაოების ობიექტებზე, ოღონდ ეს ფასდაკლება იმოქმედებს იმ კერძო ობიექტებზე, რომლებიც ბათუმი ქარდის ბუკლეტში იქნება დატანებული. იდეის ავტორები ბათუმი ქარდს უწოდებენ ბათუმის გასაღებსაც, აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მისი მფლობელი ბათუმის ჭიშკარს მარტივად შეაღებს. ეს პლასტიკური ბარათები საკმაოდ აპრობირებულია ევროპის სხვადასხვა სახელმწიფოებში და მისი დანერგვა ამიტომ გადაწყდა ბათუმში და მისი ძირითადი მომხმარებლები უცხოელები იქნებიან. ახალ პროდუქტს, რომელსაც ტურისტებს საქართველოში დაახვედრებენ, ჯერჯერობით პირობითი სახელი აქვს ბათუმი ქარდი. პლასტიკური ბარათის დანერგვას კი ერთი და მთავარი მოტივი ტურისტს მაქსიმალური კომფორტი შეექმნას. ეს სერვისი ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში აპრობირებულია. საქართველოში ინოვაციას კი პირველი ბათუმი ამკვიდრებს. პირველ რიგში ჩვენ ტურისტს დავაზოთ იმას, რომ ის აკეთებს თანხის ეკონომიას. როდესაც ის იძენს ბათუმი ქარდს, მისი ღირებულება დაახლოებით ალბათ იქნება $15 ოდენობით, ის აკეთებს 5 მაგ ეკონომიას, ეს ჩვენი გამოთვლებით მინიმუმ. ბათუმი ქარდის იდეის ავტორების განმარტებით ჯერჯერობით მუშაობენ 2, 4 და 5 დღიან პაკეტზე. პლასტიკური ბარათის პირობითი ფასიც განსაზღვრულია. ის ვიზიტორს $15 დაუჯდება. ამ ფასად მას შეუძლია ისარგებლოს მუნიციპალური ტრანსპორტით და განსაკუთრებული ფასდაკლებით იმ გასართობ ცენტრებსა, სასტუმროებსა თუ რესტორნებში, რომელიც ამ ქარდის სარეკლამო ბუკლეტში იქნება მითითებული. გარდა ამისა მოინახულოს მუზეუმები. მუზეუმის თანამშრომლებს ბათუმი ქარდის შესახებ სმენიათ და მიაჩნიათ, რომ ეს სერვისი ერთდროულად სასარგებლო იქნება როგორც ტურისტისთვის, ასევე მუზეუმისთვისაც. ახალი პროდუქტი პირველ რიგში ტურისტების კეთილმომსახურებას მოემსახურება, რომ მათ გაუვალიებდებათ და მათ მენეჯერებსაც მას ჩამოყავთ, რომ არ იყოს გადარიცხვები, ბილეთების ხილვა და ასე შემდეგ, თუ ის ტერმინალი დაიძმება, უცებ გადაწყვეტება ეს პრობლემა და ჩვენ საგარეჯო ეს პური დაждდება უპრობლემოდ და რა თქმა უნდა ჩვენი ტურისტებიც იქნებიან კეთილმომსახურების სფეროში. რაც შეეხება კერძო კომპანიებს, იმ რეკლამის სანაცვლოდ, რაც ბათუმი ქარდის ბუკლეტში იქნება განთავსებული, ისინი სტუმრებს გარკვეულ ფასდაკლებას შესთავაზებენ. ეს პრინციპი მეწარმეთა ნაწილისთვის მისაღებია და თანამშრომლობისთვისაც მზად არიან. დაახლოებით გვაქვს წარმოდგენა მაგისი და საკმაოდ პოპულარულია ესეთი მეთოდით გავაცნოთ ტურიზმის და აქ ჩამოსულ ტურისტებს საერთოდ სერვისებზე და რესტორნების და კულტურის და საერთოდ ყველაფრის მithumetes ბათუმის ახალ გაკეთებულ ობიექტებზე. პროექტის ტექნიკური დეტალები ჯერ კიდევ ზუსტდება. ტურიზმის დეპარტამენტი პროვაიდერ კომპანიებთან მოლაპარაკებებს უკვე აწარმოებს. თანამშრომლობაზე 4 კომპანია აცხადებს პრეტენზიას, თუმცა როგორც დამკვეთები ამბობენ, შეერჩევა ის, რომელიც საუკეთესო პირობებს წამოაყენებს. არჩეული გვაქვს, რამოდენიმე ვარიანტი გვაქვს ჩვენ, სავარაუდოდ უკვე ერთ-ერთი უკვე ჩამოყალიბდით, რომ ალბათ შევიძენთ აი ზუსტად იმ სისტემას, რომელიც ჩვენთვის იქნება მოსახერხებელი, ანუ ჩვენ სამომავლოდაც ვფიქრობთ, ანუ როდესაც გაჩნდება რაღაც ახალი ტურისტული პროდუქტები ჩვენ ქალაქში დამსახურება, რომ შესაძლებელი იყოს, რომ კიდე თქვათ ამ სისტემამ აიტანოს. გარდა ამისა, ბათუმი ქარდის სერვისში იგეგმება, რომ ჩაიდოს ფაილი, აუდიო გიდი, რომელსაც ვიზიტორი მობილური ტელეფონისა თუ სხვა ტექნიკური საშუალებებით გამოიყენებს. სავარაუდოდ ბათუმი ქარდი ტურისტული სეზონისთვის ამოქმედდება. როგორც აღნიშნეთ, ბათუმი ქარდის მფლობელს შეიძლება გადაადგილდეს ბათუმში მუნიციპალური ტრანსპორტით და მას შემდეგ, რაც დაინერგება ველოტაქსების სერვისიც, უცხოელ ტურისტს ბათუმი ქარდის მფლობელს შეიძლება ამ სერვისითაც ისარგებლოს.